რეაგირება მოახდინა ხელვაჩაურის მერიამ საჯარო მოხელეების მხრიდან მოქალაქის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე. ზაზადია სამიძემ TV25 ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მომხდარი საგამოძიებო უწყებებმა უნდა გამოიძიონ. თენგიზ ირემაძე კი დღეს გვეუბნება, რომ ადამიანებს შორის პირადი კონფლიქტის განხილვა მისი როგორც საკრებულოს თავმჯდომარის კომპეტენციაში არ შედის. საუბარია 18 ნოემბერს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ხელვაჩაურის სპორტ სკოლის დირექტორმა თადეუს ბოლქვაძემ მოქალაქე თორნიკე ქავთარაძეს შეაფურთხა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კონფლიქტი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქალაქეები ბიუჯეტის საჯარო განხილვაზე დასასწრებად მივიდნენ, რის შესაძლებლობაც არ მიეცათ. დაიწყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე გამოძიება და რა მუხლით ვერ გავარკვიეთ. გომალაურის უწყებაში კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. რა ეტაპზე არ ვიცი, გამოძიებელსო მე ბოლოს ვესაუბრე ქალბატონმა თამარმა მითხრა, რომ რა ეტაპზეა ამას ვერ გეტყვიო, ესო გამოძიების საქმეო, გამოძიება მიმდინარეობს და გამოსაძიებელი აქ არაფერი არა, ფაქტები მაქვს წარდგენილი და ამას სჭირდება რეაგირება და პროკურატურის ჩართულობა და სასამართლოს ჩატარება და არა ზედმეტი საგამოძიებო პროცედურები, რითიც წელავენ დროს და ხელს აფარებენ რეალურად და გარდა ამისა, ჩვენ ეს ფაქტები განცხადებასთან ერთად გავუგზავნეთ როგორც საკრებულოს, ასევე მერიას მათი რეაგირებისთვის. რამდენადაც ჩემი კომპეტენცია არ არის ის საკითხები, რომელიც ადამიანების პირადი ურთიერთობები არის და პირადი კონფლიქტი, შესაბამისად მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის და შესაბამისად ვერაფერს პასუხს ვერ მოგცემთ. თუ თქვენ ან კონკრეტული პირები ფიქრობენ, რომ რაიმე სახის გადაცდომა არის, არსებობს შესაბამისი ინსტიტუტები, რომელსაც შეუძლიათ მიმართოთ. რაც შეეხება იმ ინციდენტს, ამის შესახებ მე მაქვს ინფორმაცია და როგორც ვიცი, დაწყებულია შესაბამის ორგანოებში გამოძიება და ყველა მათგანი მიცემს იმ ჩვენებას, რაც იქ მოხდა. თუმცა კარგად არის მოსაკითხი, რა მოხდა, რატო იყო ის ადამიანი იქ და რას აპირებდა. აი თქვენ როგორც ვერმა თუ მოიკითხეთ ერთი და ინტერესდით რა მოხდა. მე ისიც მოვიკითხე, რომ თქვენ ლაივში იგებდით ამას და არ შეაფასეთ ის სიტუაცია, რაც იქ მოხდა.